არ მესმის მე ამ კითხვის. ქრისტიანი ხარ, მონათლული ხარ, რელიგიას პატივსცემ, მართლმადიდებელი ხარ, რატომ არის თქვენთვის პირველწყარო კითხვა მართლმადიდებელია, ქრისტიანია, მუსლიმანია, მისი რწმენის კუთხე, რატომ არის თქვენთვის პირველწყარო კითხვა? რის გაგებას ცდილობ ამით? შენ ამ კითხვებით ვერაფერს ვერ გაიგებ ადამიანებზე, იმიტომ რომ დღეს მართლმადიდებლობა არ არის ღვთიურობის გარანტი, მართლმადიდებლობის გარანტი. თქვენ გეუბნებიან რომ მართლმადიდებელი ხართ, მაგრამ შენ თუ მართლმადიდებლური კანონმდებლობით არ ცხოვრობ, შენ ტექნიკურად არ გამოდიხარ მართლმადიდებელი, მცირე დოზის მართლმადიდებელი ხარ. ან შესაძლოა ისე ცხოვრობდე რომ საერთოდ არ იყო მართლმადიდებელი. თქვენ ვერ გაარკვევთ გარეგნული ეტიკეტებით ადამიანს. პირველწყაროდ ადამიანს მრწამსით რომ აფასებ, ეს უკვე შეცდომაა. შენ ადამიანი უნდა შეაფასო არა ეტიკეტურად რა რელიგიას ეკუთვნის, არამედ ის უნდა შეაფასო მისი ნამდვილი თვისებებით, მოქმედებაში, სიტყვაში, ყველა ამ მდგომარეობაში როგორ ვლინდება ეს ადამიანი. ამით უნდა შეაფასო. მშვიდია, დაძაბულია, ცუდ სიტყვებს იყენებს, კარგ სიტყვებს იყენებს, ბინძურ სიტყვებს იყენებს, სუფთა სიტყვებს იყენებს. პირველწყაროდ იმიტომ არ უნდა შეაფასოთ ადამიანი მისი მრწამსით, რომ მისი მრწამსის ჩაწერა, სადაც არის მრწამსში, არ არის იმის გარანტი, რომ ის ასრულებს თავისი მრწამსის წესებს. გარანტია არ გაქვს შენ რომ მრწამსის ასრულებს და ეხლა რამდენი არ ასრულებს მრწამს და შენ ქრისტიანობით და მონათლულია თუ არა და ტაძარში დადის თუ არა, ამით აფასებ ადამიანს და ამიტომ შენი შეფასება უკვე აპრიორში ცდარია. ვერ არჩევთ თქვენ ვერაფერს. ეხლა ამას წინად ერთი მწერს და მეუბნება შავ მაგზე, რომელზეც გარანტირებულად ვიცი, პირადი ისტორიებით ვიცი ჩემს ახლობლებთან. ისეთი კოშმარები აკეთა, შავმაგიური რიტუალები ჩაუყარა, რეებიცად, ანუ კოშმარი ადამიანი და იმ ადამიანზე მეუბნება რომ ისო მეჭვებაო ბოროტში იყოსო, წინასწარმეტყველებებს დებსო და მერე რა რო ტაროს შლის და სხვა რაღაცებს აკეთებს და მე მეუბნება რომ შენო რადგან არ ჩანხარ ბოროტში იქნებიო. მაფასებს რაღაც გაუგებარი ტექნოლოგიებით და შავ მაგს, რომელიც პირდაპირ მომიტევეთ და ყელს გამოჭრის, ის მოსწონს. რატომ? იმიტომ რომ აფასებს გარეგნული რაღაც გაუგებარი მექანიზმებით. შენ ისეთ მდგომარეობაში ხარ დღეს, რომ ნაძირალა ქრისტიანს აარჩევ და კეთილშობილ მუსლიმანს ზურგს აქცევ. და ნახე, ის ქრისტიანი, რომელიც საერთოდ არ არის ქრისტიანი და უბრალოდ დიპლომი აქვს ქრისტიანობის, ის გამოგიგზავნა ბნელმა პირდაპირ რომ დაგაქციოს და მუსლიმანი, რომელიც შეიძლება მუსლიმანია, მაგრამ ქრისტეს ყველა მცნებას იცავს, ანუ შენი რელიგიის მცნებას ერთ-ერთში იცავს. ავტომატურად ქრისტიანია ის უკვე. გესმის და ღმერთმა ის გამოგიგზავნა, რადგან შენს ირგვლივ სხვა ვერ იპოვა. გამოგიგზავნა ის ადამიანი, თუნდაც მუსლიმანის სამეგობროდ. და არჩევ ქრისტიან ნაძირალას, რომელიც ქრისტიანიც არ არის, უბრალოდ პასპორტი აქვს ქრისტიანის. და მერე ცხოვრებაში იღებ ასეთ კოშმარებს, იმიტომ რომ პირველ წყაროდ იმას კი არ აფასებ ადამიანის შიგნით რა არის, არამედ აფასებ ვინ არის პასპორტით, ტექნიკურად. და გგონია ქრისტიანი რადგან არის, ეს არის ქრისტიანობის გარანტი. და ხშირად მეკითხებიან და მოდიან ჩემთან და მეუბნებიან, ქრისტიანი ხარ, მართლმადიდებელი ხარ, მართლმადიდებელი თუ ხარ მონათლული ხარ, რელიგიას აღიარებ, ტაძარს აღიარებ. ხალხო, გიორგი ტაბიძე ვარ. რანაირად შეიძლება მე არ ვიყო ქრისტიანი, შემდეგ მართლმადიდებელი და შემდეგ მონათლული? აი, რანაირად მეკითხებით მაგ კითხვას, რომ ქრისტიანი ვარ, მონათლული ვარ თუ მართლმადიდებელი ვარ? აი, რანაირად მეკითხებით, როცა თლიანად ვამხელ ყველა ბნელს, მართლის მადიდებელი, იგივე მართლმადიდებელი, რანაირად მეკითხებით ამ კითხვას და ამ კითხვით რის გაგებას ცდილობთ? ჩემს ნაშრომებს არ უკეთებ ანალიზს და მეკითხები მე ვინ ვარ რწმენით, ვერ ხვდები ვინ ვარ რწმენით, იმიტომ რომ შენ გაგებას კი არ ცდილობ მე ვინ ვარ, ან ვიღაც ვინ არის, არამედ ცდილობ გარეგნულად გაიგო. შეურაცხყოფაა მაგ კითხვა ქართველისთვის, ჩემი აზრით, იმიტომ რომ ქართველი რანაირად შეიძლება მართლმადიდებელი არ იყოს და რატომ იცი? ჯერ ჩვენმა წინაპრებმა ამდენი სისხლი დაღვარეს, პირდაპირ მნიშვნელობის სისხლი დაღვარეს ჩვენი რწმენისთვის. ხალხს ეს რელიგია ვითომ და ის ხალხი ვერ ხვდება რა ხდება საერთოდ, რას ნიშნავს მართლმადიდებლობა ვერ ხვდება ხალხი. ჯერ ჩვენმა წინაპრებმა საუკუნეების განმავლობაში რამდენი სისხლი დაღვარეს, მერე რამდენი წმინდანი გვყავს, მერე 100,000-მა ქართველმა თავი გაწირა იმისთვის რომ დღეს ალახდილალახ არ ვიძახო და ეს თავის გაწირვა უბრალოდ რაღაც დილიხორი კი არ ქონდათ 100,000 წმინდანს თავი რომ გაწირა. ღმერთის ხმა ისმოდა მათში და დიდ საქმეს აკეთებდნენ ამის გარეშე, ვერ გადარჩებოდა ვერც ერთი ქართველი და ამდენი რაღაცა იყო, ხა ყველაფერს ხომ ჩამოყვები და რანაირად შეიძლება მე თან ტაბიძე არ ვიყო მართლმადიდებელი? მე ცოტა მიჭირს
გაგება ქართველი, რომელიც ლუთერანია, ქართველი, რომელიც რაღაც სხვა რელიგიის წარმომადგენელია. იმიტომ კი არა რომ ვინმეს მიმართ წინააღმდეგი ვარ, არა, უბრალოდ 100,000-მა ქართველმა მართლმადიდებლობის გამო თავი გაწირა ბავშვმა, ბებომ, ბაბომ, მამამ, დედამ, ყველამ. თავი გაწირა იმიტომ რომ რაღაცა ხდება, ხო? ხომ უნდა დაფიქრდე, რაღაცა ხდება. რაღაცა ფასეულობა აქვს, ხო? საერთოდ რომ ისტორია არიცო, დაფიქრდი, რაღაცა მოხდა, ხო? ისტორიას კი არა, მსოფლიო მასშტაბით არ მომხდარა ამ ხელა რაღაც. მერე შენი აზრით სატანამ აქ რატო გადაწყვიტა? ასეთი ბრძოლის გამართვა. ხო შეეძლო სადმე ევროპაში ეცადა, რომელიმე ქვეყანაში ეცადა, არა, მაინც და მაინც საქართველოში მოხდა ყველაზე დიდი სულიერი ბრძოლა და ყველაზე მეტად საქართველოში დაიცვა უფლის სახელი სატანასთან მიმართებაში 100,000-მა წმინდანმა. რატო მაინც და მაინც აქ რატო მოხდა ეს ბრძოლა სულიერი? იმიტომ რომ შენს გენეტიკაში დალექილია ძალა, ღვთიურობა და ეს ყველაფერი და აქ მაგიტომ მოხდა ომი სულიერი. და ამიტომ 100,000-მა ქართულმა 100,000 კი არა 10 ერთდროულად წმინდანის ისტორია არ არსებობს თავი რო შეწიროს და 100,000-მა თავი შეწირა. და ქართველი რომ ხარ, ხომ უნდა დაფიქრდე რომ როგორც ქართველი შენთვის ყველაზე პირველ წყარო არის ქრისტიანობა, მართლმადიდებლობა, მართლისმადიდებლობა და ამის გაგება ცოტა რთულია. რადგან შენ თუ ქართველი ხარ გენეტიკურად, ჯობია მართლმადიდებელი იყო, რადგან ეს იმდენად დიდი მოვლენაა, ჯერ ამას შენ ვერ აცნობიერებ. მართლმადიდებლობა იმდენად დიდი მოვლენაა. მე აქ ხმად არ შევარ 100,000 ქართულზე ცალკე ვისაუბრებ, მაგრამ ძალიან დიდი მოვლენაა, მსოფლიო მასშტაბით არ მომხდარა ესეთი ფაქტი და ვერ მოხდა და ამას თავისი მიზეზი აქვს. ღმერთი როცა გიგზავნის ადამიანებს, იმით კი არ არჩევს, აბა პასპორტში რა უწერია მართლმადიდებელი, აბა პასპორტში რა უწერია მუსლიმი. ღმერთს შენ რომ თხოვე, ღმერთო გამომიგზავნე კარგი ადამიანი, ის გამომიგზავნე, ეს გამომიგზავნე. გიგზავნის რა ფერში ანათებს ის ადამიანი, ანუ შიგთავსით გიგზავნის უფალი და არა პასპორტით და შენ პასპორტით არჩევ ადამიანს. და მერე პრობლემები გეწყება ცხოვრებაში იმ ადამიანის სახით და თქვენ ყველა ამ არჩევანს აკეთებთ გარეგნული მექანიზმებით, გიმეორებთ. ამიტომ ღმერთი ვეღარ შემოდის კავშირში თქვენთან. როგორია ეხლა შვილმა მთხოვა, მამა ეს მინდაო გავუგზავნე, არ იღებს იმ ადამიანს, ბიჭ, იღებს ვიღაცა კოშმარს, რომელიც დააქცევს, სატანამ გაუგზავნა. მთხოვს კიდე მამა გავუგზავნე. ანუ შევურჩიე სუფთა, არა მაინც და მაინც ის უნდა რა, პასპორტის მქონე უნდა. ვერ გაიგებ შენ მართლმადიდებლობით, აგერ ეხლა ვითომ ქრისტეს მოადგილე რომ არის და ვითომ ქრისტეს იცავს. ლუთერანიზმი დაიწყო პირდაპირ, რომ რწმენა მარტო და მოქმედება გადააგდე გავერკვევით გზაშიო და იძახის ქრისტიანი ვარო. გატყუებთ. მართლმადიდებელი არ არის. რატომ? იმიტომ რომ მართლის მადიდებლობა არის სიმართლის დიდება და სიმართლე არის ის რომ ქრისტემ მოქმედება და რწმენა ერთად გვაჩვენა ჯვარზე გაეკრა მოქმედებით და ვინც ამას არ ამბობს თანაბრად, ის არ არის ქრისტიანი ავტომატურად, მაგრამ იძახის ქრისტიანი ვარო, გატყუებს. იგივენაირად ხო შეიძლება მეც გატყუებდე. რომ მეკითხები ქრისტიანი ხარ, მონათრულიო არის, ის ხარ, გატყუებდე იქნებ. ამით იმის თქმა მინდა რომ შენ ამ კითხვებით ვერაფერს ვერ იპოვი. შენ ადამიანს უნდა მოусმინო, გულს უნდა მოусმინო, მოყვასით უნდა მოусმინო ადამიანს და იქ გამოჩნდება შენს მოყვასობას წიხს ურტყამს, ნაძილობით კვასუხობს, თუ საერთოდ დროს არ გითმობს, თუ ყველაფერს მიხვდები იქ. მოყვასით მოусმინე ადამიანს დაელაპარაკე და ყველაფერს მიხვდები ვინ არის. კიდევ ერთ კითხვაზე ვუპასუხებ და გავაგრძელებ ამ თემას მართლმადიდებლობას. მეკითხებიან, ეზოთერიკოსი ხარ? ჯერ ვერ გაიგო ამ ხალხმა ეზოთერია სიტყვა რას ნიშნავს. ეზოთერია სიტყვა ნიშნავს შეუცნობელის შეცნობას. ბიბლიას ვინც კითხულობს, ისიც ეზოთერიკოსია, შეუცნობელის შეცნობას ცდილობს. ეზოთერიკი არ ნიშნავს შავმაგს. შავი მაგია, შავი მაგი მკითხავია, მკითხავი. უბრალოდ ამ ეზოთერიკოსებმა მიიწეპეს თავის სახელზე ეზოთერია, თორე ეზოთერიის განმარტება ნახეთ რას ნიშნავს. მოდიან და მეკითხებიან, ეზოთერიკოსი ხარ? მოძღვარი ხარ? არავინ არ ვარ. უბრალო მოქალაქე ვარ, ხალხო. თქვენაერი უბრალო მოქალაქე ვარ, რომელიც სულის ხმას აჟღერებს. იმ ხმას აჟღერებს, რომელიც არავინ არ გადაწყვიტა, რომ გაიჟღერებია. აი იმ ხმას ვაჟღერებ, რომელზეც ყველა ჩუმად არის. რადგან ვუყურე ამ ყველაფერს და მივხვდი, რომ პატრონი ჩვენი არ არის და დავიწყე ლაპარაკი. არავინ არ ვარ, უბრალო გლეხი მოქალაქე, რომელიც არ არის სხვა არაფერში არ ვარ. ჩვეულებრივად ვიცვამ, არაფერი არ მკიდია კისრებზე, ოთახში არ მაქვს რაღაცა ნიშნები და რაღაც 1000 რაღაცა ჩვეულებრივი ჩემს ოთახში რო შეხვიდე, იფიქრებ ჩვეულებრივი ადამიანის ოთახი, უბრალო ადამიანი. დაანებეთ ამ კითხვებს თავი. ხო და ნახე, შენ რომ ქრისტიანის პასპორტით არჩევ ადამიანს და ნაზირალაა შიგნით და მეორე მუსლიმანია და ღვთიურია შიგნით, ღმერთმა ის მუსლიმანი გამოგიგზავნა, ეს ნაზირალა კი არ გამოგიგზავნა და შენ იმ ნაზირალა ქრისტიანთან უფრო მეგობრობ. რატო იცი? აი ზუსტად ეს ხდება ჩვენს რელიგიაში. ჩვენს რელიგიას ძალიან ბევრი პრობლემები აქვს. სამწუხაროდ. ძალიან ბევრი დადებითი თვისებები აქვს.
აქვს და ძალიან დიდი შრომის და ტკივილის შედეგად შემოგვინახეს რწმენა და მართლმადიდებლობა. მართლმადიდებლობა უბრალოდ ის კი არა, მართლმადიდებლობა არის ყველა წახნაგი შემოგვინახავს ისუფთავეში იესოს. იქ ლუთერანებმა მოაკლეს მოქმედება და ვითომ მარტო რწმენა, პროტესტანტებმა იქ სავარძელზე ზიან ტაძარში საერთოდ ყველა მოაკლო რაღაც და მართლმადიდებლობამ შეინარჩუნა, მაგრამ მართლმადიდებლობას აქვს ბევრი პრობლემა, ხარვესი, რომელზეც ამაზეც არავინ არ საუბრობს და მაგაზე დადგებად რომ მერე ვისაუბრებ. და ნახე, შენი აზრით ღმერთმა რომელი გამოგიგზავნა, მუსლიმანი, რომელიც ღვთიურობით არის სავსე, თუ მართლმადიდებელი, რომელიც პასპორტით არის სავსე, ნაძირალაა შიგნით და დაგაქცევს. აი რომელი გამოგიგზავნა სატანამ და რომელი გამოგიგზავნა ღმერთმა? მუსლიმანი. და შენ რომელს ირჩევ? მეორეს. შიგნით რომელიც ღნელის მდგომარეობაშია. რატომ ირჩევ ამას? იმიტომ რომ ეტიკეტებით შეფასება გასწავლეს. რელიგიაშიც კი ის კი არ გეყო რომ სხვადასხვა რაღაცეებში აფასებ გარეგნულად, გარეგნული ვიზუალით, იმით, ამით, აბა ინსტაგრამზე რა მაგარი ფოტოები უდევს, ამით აფასებ ბედნიერია, წარმატებულია. ანუ შიგ თავსით არაფერში არ აფასებ და რელიგიაშიც კი, სულიერებაშიც კი იმდენად გათიშული ხარ, რომ სულიერებაშიც კი ეტიკეტით, რელიგიური პასპორტით აფასებთ ადამიანს. მართლმადიდებელია, მუსლიმანია თუ ვინ არის? ეხლა შავი მაგი ვარო თუ გითხრა, აქ უკვე აღარ გჭირდება გარკვევა არაფრის. გასაგებია ვინ არის. მაგრამ სასაცილო გითხრა რა არის? შავი მაგი არ არსებობს, რომელსაც ხატებით არ კონდეს ოთახი გადაჭედილი. ისიც მაგ პასპორტს ეფარება. ყველა თუ ვინმეს უნდა შეეფაროს, ეფარება ღმერთის პასპორტს. მართლმადიდებლობას ხატებს შავი მაგები და ასე შემდეგ. მართლმადიდებელია და თავაწეული დადის. იმით კი არ დადის თავაწეული რა საქმეები აკეთა, კეთილშობილური არა. ნაძირლობებს აკეთებს, მაგრამ მართლმადიდებელია და თავაწეული დადის. და არ არის მართლმადიდებელი ხალხო ის. მერე ირჩევ არამზადას და უკუაგდებ კეთილშობილს, რომელიც ღმერთმა გამოგიგზავნა და მერე ბრაზდები, ღმერთს ეუნები, ღმერთო რა დაგიშავე. ღმერთო რა დაგიშავე კი არა. შენ თავად აარჩიე არასწორად ადამიანი. გარე ეტიკეტით და არა სულიერი მდგომარეობით. სული დაგავიწყდა ადამიანი რომ უნდა შეაფასო შიგ თავსით. სულიერებაზე გაქვს ამბიცია და შიგ თავსით კი არ აფასებ, გარეგნობით აფასებ ეტიკეტით. როგორი პასპორტი აქვს რელიგიაში? მართლმადიდებელის, მუსლიმანის თუ რა ვიცი კიდე რა. და თუ ადამიანს ღმერთთან ყოფნა არ უნდა, გინდ ქრისტიანი იყოს, გინდ მუსლიმანი და გინდ რაღაცის მანი. არ არის ღმერთთან, არ არის ქრისტიანი, არ არის არსად, ნელშია. ოღონდ პასპორტი აქვს ქრისტიანის. ხო და რომ მეკითხებით ვინ ხარ, გიორგი ტაბიძე ვარ, საქართველოს ფესვებში შესული. მართლმადიდებელი ვარ, მონათლული ვარ, ნათლობის ჯვარიც მაქვს, ოქროს შენახული. ანუ ყველაფერი მაქვს პასპორტი. მაგრამ მე რომ ნაძირალა ვიყო, რას მოგცემს შენ ეს ყველაფერი? ამის ცოდნა, არაფერს მე ამიტომ არ მაძლევს ადამიანი რომ მოდის ჩემთან და მეუბნება ის ხარ, ეს ხარ. არ მაძლევს მე ეს არაფერს. მე მუსლიმი ერთი კარგი მეგობარი ადამიანი მყავს, რომელმაც მომწერა 1 წლის წინ ძალიან ცუდად იყო ცხოვრებისეულად. დავეხმარე ის თქვენი და იმ ადამიანს მე მთელი გულით ვუყვარვარ, მუსლიმანია. ჩემს ლოცვებსაც კი კითხულობს. მე მთელი გულით მიყვარს ის ადამიანი და ცხოვრებაში რაც გვისაუბრია ღმერთზე, ჩვენებიც მიმიცია, ჩვენ შორის არ ყოფილა ის კითხვა რომ შენ მუსლიმანი ხარ, ქრისტიანი ხარ თუ რა ხარ თუ როგორ ხარ, იმიტომ რომ ღმერთს ვეძებთ ერთმანეთში და უპოულობთ. ეხლა კიდევ ერთმა მუსლიმანმა მომწერა, დამეხმარეო რაღაც სიტუაცია ქონდა დაბალ ენერგიებთან მიმართებაში. რა ვქნაო, გავუგზავნე ლოცვები, მეო ქრისტიანი არ ვარო, მუსლიმანი ვარო, ქართველი. ავუხსენი ესე და არ ვიცი რა, იმ ადამიანმა ისეთი სიყვარულით დამემშვიდობა, უდიდესი მადლობაო, დაგლოცოს უფალმაო. ამაშია ხალხო საქმე, ღმერთი უნდა იპოვო ადამიანში და არა რელიგიაში ცალკეულად. და ღმერთი რო იპოვო ადამიანში, შენ არ უნდა ეძებდე რომელი რელიგიის წარმომადგენელია. იმიტომ რომ ეხა მე ქრისტიანი ვარ და რა დავაშავე, მე ქრისტიანი რო ვარ მუსლიმანისთვის. მუსლიმანმა რა დააშავა ჩემთვის, რომ მუსლიმანია. მე რომ დაუბადებულიყავი კონკრეტულ ოჯახში, მეც მუსლიმანი ვიქნებოდი, მაგრამ ამის გამო რამე პრობლემა მექნებოდა? იცით გული რაზე მწყდება? ადამიანი როცა მეკითხება ქრისტიანი ვარ თუ ვინ ვარ, ამდენი შრომა გავწიე გამთლიანებაში, კიდევ იმდენ შრომას გავწევ და ამდენი რისკები გავწიე და კიდევ მომავალში რეები მელოდება. ჯერ მარტო ამ გარე საფრთხეებს კი არა, დემონებთან და სატანასთან გავწიე სერიოზული ბრძოლა. ამ ყველაფერზე რომ ვლაპარაკობ, თქვენ რომ სიტყვა სატანის წარმოთქმის გეშინიათ და მე რომ ამას პირდაპირ შევებრძოლე და ამ ამბებში რომ ვარ და ამას ვერ ხედავ და მოდიხარ და მეკითხები ქრისტიანი ვარ თუ მუსლიმანი თუ ვინ ვარ საერთოდ, ეს არის სატირალი ამბავი ხალხო, რატო იცით? ესე იგი მე რომ მუსლიმანი ვიყო, შენთვის ჩემი ეს ყველა ამაგი არის ფუჭი. ანუ ჩემ ამაგს კი არ აფასებ, სხვა ადამიანის ამაგს კი არ აფასებ, პასპორტს აფასებ და ეს არის გულსატკენი. გესმის? ხო და ვიღაცის გარკვევას რომ ვცდილობ, მართლმადიდებელი არის თუ არა,
შავმაგთან რომ მიდიხარ და ხატებს უყურებ და შავმაგიურ რიტუალს აკეთებ და ნორმალური გონია. ვერ ხვდებით რომ ყველა ამ გარე ეტიკეტური შეფასებით თქვენ გმართავენ და თქვენ იღებთ არასწორ გადაწყვეტილებებს. ანუ შიგ თავს რომ არ უკვირდებით, ყველა ნაგავს გაჭმევენ და ყველგან მარცხდებით. ყველა სფეროში მარცხდებით, სულიერებაში განსაკუთრებით. ესენი თქვენ გატყუებენ ესე. ლამაზ მუსიკაზე მოკლე ვიდეოს ჩაგიწერენ იესოზე და თავი ჰოლივუდის ფილმში გონია უსმენ თუ მუსიკას უსმინო თუ გაერთო თუ შემეცნება არ არის. თქვენი აქცენტი გადააქვთ ემოციებზე მუსიკით, თქვენი აქცენტი გადააქვთ ხატებით, რომელიც გამოკრული აქვს, თქვენი აქცენტი გადააქვთ რომ ქრისტიანი ვარ, ყალბი პასპორტებით და ყალბი ამ გარე რაღაცეებით გიგوارებენ. ერთი ლამაზი სიტყვებით გიგوارებს, ლამაზად გელაპარაკება ლექსებივით. ლექსებს ვწერ ლაივში. ნებისმიერ ლექს დაგიწერ ლაივში. ტაბიძე ვარ, გვარად. ლექსებს იცი როგორ წერ? პირდაპირ ადამიანები რომ მესაუბრებიან, მეგობრები, ლექსებით ველაპარაკები. მაგრამ რატომ არ გელაპარაკებით ლექსებით და ლამაზი სიტყვებით? თქვენი აზრით. იმიტომ რომ რთული გზა მაქვს არჩეული. თქვენთვის სუფთა ხარისხიანი გზა მაქვს არჩეული. და ისინი ლექსებით რატო გელაპარაკებიან? იმიტომ რომ არ გაერთო, შინაარსზე დაფიქრდები და შინაარსზე რომ ფიქრდები, აღმოაჩენ რომ რაღაც სისულელეს გელაპარაკება. ამაშია საქმე. ჟურნალისტიკაში არსებობს ესეთი მოვლენა. თუ ადამიანს ცუდი დიქცია აქვს, ის სწრაფად ლაპარაკობს და მსმენელი ვერ ამჩნევს ჟურნალისტის საუბრის ხარვეზებს. იგივე ხდება აქაც. ლამაზ მუსიკაზე, ლამაზ სიტყვებში, ხატ გამოკრულები და ამ ყველა მექანიზმებით თქვენს ემოციებზე მოქმედებენ და შინაარსს ვერ იგებ, ან შიგნით შინაარსში შხამია, რომელსაც ჭამ და იწამლები მერე. ამიტომ დღეიდან დაიწყეთ ადამიანის შიგთავსით შეფასება. და როგორ უნდა შეაფასოთ ადამიანები, ამას გამთლიანების ცოდნებში იპოვით და ისწავლეთ, იმიტომ რომ დაგჭირდებათ ყველას, გარანტიას გაძლევთ ისეთი დრო მოდის, ყველას დაგჭირდებათ ამ ყველაფრის ცოდნა. ის კი არა რომ რატომ დებ ამხელა ვიდეოებს, რატომ არ დებ მოკლე ვიდეოებს, მოკლე ვიდეოებს კი არა. შენი ფეხით მოხვალ და მეტი გრძელი რატომ არ არის მიშველე გიორგი. ეს მოგივათ ყველას. ვეღარ დაგეხმარებათ იმათი ლამაზი ლაპარაკები, იმათი ყველაფერი, ვეღარ დაგეხმარებათ. ვერ ხვდები ცვლილებები როგორ არის დაწყებული და დაიწყო? ვეღარ დაგეხმარებათ. დღეს რომ მეუბნებით გიორგი გრძელი ვიდეო რატო არისო? მერე მოხვალ და გიორგი ორჯერ მეტი გრძელი რატომ არ არისო? მაგას დამიწყებ. და სანამ მაქამდე მიხვალ, დაიწყე ეხლა და ეწიე გზას, რომ მზად დახვდე. თორემ მერე ერთად კი ვერ გავუმკლავდები ამ ყველაფერს. იმიტომ რომ ფიზიკურად დრო არ გეყოფა, საკუთარი თავიდან ამოიღო ყველა ჭუჭყი, სამყაროს მექანიკა შეისწავლო, დრო ჭირდება ამას. ის კი არ არის წაიკითხო და მორჩა, უკვე კარგად ხარ. შენ გამთლიანებას რომ ისმენ, თან განახორციელო უნდა და ამას უნდა დრო და ერთიანობაში ვეღარ იძამ და სანამ დრო გაქვს, მიხედე ამ ამბავს.